გადავიდეთ მერვე პარაგრაფზე. ნიუტონის მეორე კანონი, ნიუტონის მესამე კანონი. 130 ამოცანა. ტრაქტორი, რომელიც მისაბმელს ეწევა 15 კილონიუტონი ძალით, მას ანიჭებს 0.5 მეწამკვადრატ აჩქარებას. რა აჩქარებას მიანიჭებს იმავე მისაბმელს ტრაქტორი, რომლის წევის ძალაა 60 კილონიუტონი. ესე იგი, ჩავწეროთ ესე იგი პირობა F1 არის 15 კილონიუტონი. ეს ნიშნავს, რომ არის 1500 15000 ნიუტონი. აჩქარება აპირველი არის 0.5 მეტრ წამ კვადრატი. რა აჩქარებას მიანიჭებსო? იგივე მისაბმელს ძალა F2 თუ ის არის 60 კილონიუტონი. ეს იგი 60000 ნიუტონი. როგორი იქნება აჩქარება? ეს საკმაოდ მარტივი ამოცანა არის, ეხება ნიუტონის მეორე კანონს. გავიხსენოთ ნიუტონის მეორე კანონი, რომლის თანახმად F უდრის M-ს და ეს ესეთნაირად ითქმის. თუ M-ის სხეულზე მოქმედებს F ძალა, ამ ძალის მიერ მინიჭებული აჩქარება A ტოლია. და არსებითია, რომ ძალა და ამ ძალის შედეგად მინიჭებული აჩქარება ერთნაირი მიმართულების იქნება. ახლა ამ ამოცანისთვის მიმართულებებს არ აქვს მნიშვნელობა, ამიტომ დავწეროთ, რომ F უდრის M-ს. ამ ფორმულით ვისარგებლოთ და პირველ შემთხვევაში თუ მოქმედებს F1 ძალა, რაღაცა M მასის სხეულს ის ანიჭებს A1 აჩქარებას. ახლა თუ იმოქმედებს F2 ძალა, იგივე მასის სხეულს მიანიჭებს A2 აჩქარებას. გავიგოთ ახლა A2 რისი ტოლია. ამისათვის გავყოთ ეს განტოლება მეორე განტოლებაზე, ეს ესეთნაირად იწერება მარცხენა მხარეზე გავყოთ F1 F2-ზე უდრის MA1 გაყოფილი MA2-ზე. მასები ერთნაირი არის და აქედან აჩქარებას A2 იქნება A1 გამრავლებული F2 F1-ზე. ეს რიცხვები თქვენ თვითონ შეგიძლიათ შეიტანოთ. 131 ამოცანა. 60 ნიუტონი ძალა სხეულს 0.8 მეწამკვადრატ აჩქარებას ანიჭებს. რა ძალა მიანიჭებს იმავე სხეულს 2 მეწამკვადრატ აჩქარებას? ესე იგი, F1 თუ არის 60 ნიუტონი, შესაბამისი აჩქარება A1 არის 0.8 მეტრ წამ კვადრატი. და თუ იგივე სხეულს რაღაცა ძალით ვიმოქმედებთ, შესაბამისი აჩქარება A2 იქნება 2 მეტრ წამ კვადრატი. კითხვა არის ეგეთი, როგორი უნდა იყოს ის F2 ძალა, რომ ესეთი აჩქარება A2 აჩქარება მივიღოთ. ანალოგიურად ვაკეთებთ როგორც წინა ამოცანა. F1 არის MA1, F2 არის MA2. ესე იგი, ერთ და იგივე სხეულზე მოქმედებს ერთ შემთხვევაში F1 ძალა, მეორე შემთხვევაში F2 ძალა. და გვაინტერესებს F2. გავყოთ ისევ, როგორც წინა ამოცანის გაკეთების დროს, F1 F2-ზე იქნება A1 A2-ზე. აქედან F2 ტოლი არის F1 A2 A1-ზე შეფარდებული. შემდეგი ამოცანა 132. 4 კილოგრამი მასის სხეული რაღაცა ძალის მოქმედებით იძენს 2 მეწამკვადრატ აჩქარებას. ესე იგი, მასა არის 4 კილოგრამი, აჩქარება არის 2 მეტრ წამ კვადრატი. რა აჩქარებას შეიძენს 10 კილოგრამი მასის სხეული იმავე ძალის მოქმედებით? ესე იგი, ახლა უკვე მასა სხეულისა არის, მოდით MDD-ით ავუნიშნოთ, ეს MDD არის 10 კილოგრამი,
და რა აჩქარება ექნება მას? A1 იყოს კითხვის ნიშანი, თუ იგივე არა, რა ძალა ერთწამით რა აჩქარებას მიიღებს იგივე ძალის მოქმედებით. მასშტაბე F-ი იყო MA სტოლი, ეს პირველ შემთხვევაში და იგივე F-ი იქნება M დიდი A პირველი სტოლი. აქედან A პირველი არის F-ი გაყოფილი M დიდზე, სადაც F-ი იყო MA პატარა. მასშტაბე პასუხი იქნება ეგეთი, A1 არის MA პატარა შეფარდებული M დიდზე. რიცხვები თქვენ თვითონ შეიტანეთ. მას 33 ამოცანა. 4 ტონა მასის ცარიელმა სატვირთო ავტომობილმა მოძრაობა დაიწყო 0,3 მეტრ/კვადრატ აჩქარებით. ესე იგი მასა იყო 4 ტონა და აჩქარება იყო 0,3 მეტრ/კვადრატი. რას უდრის ავტომობილის ტვირთის მასა თუ იმავე წევის ძალამ იგი 0,2 მეტრ/კვადრატ აჩქარებით დაძრა ადგილიდან. ესე იგი აქ იყო ლაპარაკი შემდეგზე, ესე იგი მასშტაბი A1 არისო 0,2 მეტრ/კვადრატი. მასშტაბი მქონდა ცარიელი სატვირთო ავტომანქანა, ეს არის თქვა ცარიელი მანქანა და მერე დაადეს ტვირთი. რაღაცა ტვირთი დაადეს. როგორი არის ტვირთის მასა თუ იგივე წევის ძალამ სხვა აჩქარება მიენიჭა? მოდით ამ შემთხვევებისთვის დავწეროთ, ესე იგი წევის ზალა იყო M-ი გამრავლებული A-ზე. ეხლა აქ წევის ზალა F-ი არის M-ს პლუს MX-ი, რაღაცა ტვირთი დაადეს ამას. გამრავლებული A პირველზე. ეხლა ამას გვეკითხებიან ჩვენ რა ტვირთი დაადესო. შევიტანოთ, ესე იგი F-ის მაგივრად MA პირველი ფორმულიდან MA უდრის M პლუს MX-ი გამრავლებული A პირველზე. გავხსნათ მარჯვენა მხარეს ფშილები, MA უდრის M A პირველი პლუს MX-ი A პირველზე. აქედან MX-ი A პირველზე უდრის MA-ს გამოკლებული M A პირველი და აქედან MX-ი უდრის M-ი შეიძლება გავიტანოთ ფშილებს გარეთ A-ს მინუს A1 გაყოფილი A1-ზე. 134 ამოცანა. რა აჩქარებით მოძრაობდა 60 ტონა მასის რეაქტიული თვითმფრინავი გაქანებისას თუ ძრავის წევის ზალა იყო 90 კილონიუტონი. ესე იგი მასა არის 60 ტონა, ხოლო წევის ზალა არის 90 კილონიუტონი. ტონა კილოგრამებში რო გადავიყვანოთ, ესე იგი 3 ნული უნდა მივაწეროთ. კილონიუტონი 1000 ნიუტონია, ამიტომ 90000 ნიუტონი და რისი ტოლი იქნება აჩქარებაო. აქ ერთი ფორმულა საკმარისი, F უდრის M-ს, A უდრის F გაყოფილი M-ზე. 135 ამოცანა. მსუბუქი ავტომობილის მასაა 2 ტონა. ესე იგი M-ი უდრის 2 ტონას, ანუ 2000 კილოგრამს. შეადარეთ სატვირთოსი კი 8 ტონა. მოდით ეს M1 იყოს, M2 არის 8 ტონა. ესე იგი 8000 კილოგრამი.
შეადარეთ მათი აჩქარებები თუ სატვირთო ავტომობილის წევის ძალა ორჯერ მეტი არის, ესე იგი F2 არის ორჯერ F1. და როგორი არის აჩქარებების შეფარდებაო, ესე იგი, A2-ის A1-თან შეფარდება შეადარეთ მათი აჩქარებებიო. ჩავწეროთ, ესე იგი, მსუბუქი მანქანისთვის, ესე იგი, F1 არის M1 A1, F2 არის M2 A2-ზე. გავყოთ ეგენი ერთმანეთზე, ესე იგი, F1 F2-ზე უდრის M1 A1 შეფარდებული M2 A2-ზე. აქ გავითვალისწინოთ, რომ F2 ორჯერ მეტი არის ვიდრე F1, ესე იგი F1 ორჯერ F1 უდრის M1 A1 შეფარდებული M2 A2-ზე, F1-ები გაიკვეცება, აქ ერთიანი დაგვრჩება და აქედან A2 A1-ზე უდრის M1 M2-ზე გამრავლებული 2-ზე. ეს იყო 135 ამოცანა. Ას 36 ამოცანა. 0,5 კილოგრამი მასის ბურთი დარტყმისგან, რომელიც 0,02 წამის განმავლობაში გრძელდებოდა, იძენს 10 მეტრ-წამს სიჩქარეს. იპოვეთ დარტყმის საშუალო ძალა. ესე იგი, მოცემულია მასა არის 0,5 კილოგრამი. საწყის სიჩქარე ბურთისა იყო 0-ის ტოლი, ვენულოვანი, მაგრამ მერე V გახდა ესე იგი 10 მეტრ-წამი, ხოლო დარტყმის დრო T იყო 0,02 წამი. უნდა ვიპოვოთ დარტყმის საშუალო ძალა. იგივე ფორმულით F უდრის M-ას. აჩქარებისათვის შეგვიძლია ვისარგებლოთ ფორმულით V-ს მინუს ვენულოვანი T-ზე. ჩვენ შემთხვევაში ვენულოვანი არა გვაქვს, ამიტომ ეს არის V გაყოფილი T-ზე და F იქნება M V გაყოფილი T-ზე. ეს იქნება დარტყმის ძალა. 137 ამოცანა. საბრძოლო რეაქტიული დანადგარის მართველი კოჭის სიგრძე 5 მეტრია. ეს იგი L არის 5 მეტრი. თითოეული ჭურის მასა M არის 42,5 კილოგრამი. რეაქტიული წევის ძალა კი 19,6 კილონიუტონი არის. F არის 19,6 კილონიუტონი. იპოვეთ ჭურვის სიჩქარე მიმართველი კოჭიდან გადასვლის მომენტში. აქ იგულისხმება ეგეთი რაღაცა რა, ესე იგი რომ ეს არის რაღაცა უხეშად რო ვთქვა, ლულარი, რომელიც უნდა გაიაროს, ესე იგი 5 მეტრი უნდა გაიაროს, ესე იგი ჭურმა, ეს არის L. აქ სიჩქარე ქონდა 0, აქ არის რაღაცა სიჩქარე V. და გვეკითხებიან რა სიჩქარით გამოვარდა თუ წევის ზალა F იყო და ჭურის მასა M. დავწეროთ ნიუტონის მეორე კანონი, F არის M-ა, აქედან ჭურის აჩქარებას პოულობთ, ეს არის F გაყოფილი M-ზე, ხოლო მერე შეგვიძლია თანაბარ აჩქარებული მოძრაობისთვის გამოვიყენოთ ფორმულა V² მინუს V0² შეფარდებული 2A-სთან. საწყის სიჩქარე არ აქვს, ამიტომ ეს წევრი არ იქნება, ეს იქნება V² შეფარდებული 2A-ზე. ანუ V² გამოდის 2AL. ანუ V² არის ორჯერ, აჩქარება იყო F გაყოფილი M-ზე და L-ზე. ასე რომ სიჩქარე იქნება კვადრატული ფესვი ორჯერ F გაყოფილი M-ზე გამრავლებული L-ზე. ეს იყო 137 ამოცანა, ხო? რიცხვები თქვენ თვითონ
გამოთვალეთ, უბრალოდ არ დაგავიწყდეთ 19.16 კილონიუტონის ნიუტონში გადაყვანა. ესე იგი 1000-ზე უნდა გაამრავლოთ ეგა. კარგით, ესე იგი 128 ამოცანა. საწევარი ცარიელ მისაბმელს ანიჭებს A1 არის 0.4 მეტრ წამ კვადრატ აჩქარებას. დატვირთულს კი A2 არის 0.1 მეტრ წამ კვადრატი. რა აჩქარებას მიანიჭებს საწევარი მისაბმელს, როცა ორივეს ერთდროულად ეწევა? ჩათვალეთ, რომ წევის ზალა ყველა შემთხვევაში ერთნაირი არის. ხო, ესე იგი აქ რაზე არის ლაპარაკი, შეხედეთ? საწევარი მოდი კარგად გავიგოთ, ესე იგი რომ ეს არის თქვათ რაღაცა მისაბმელი არის და მაგაზე რაღაცა წევის ზალა მოქმედებს, თქვათ ეს არის ცარიელი მისაბმელი, ანიჭებს 0.4 წამ კვადრატ აჩქარებას და ეს როცა დატვირთული არის, იგივე წევის ზალა ანიჭებს 0.1 კვადრატ აჩქარებას. ხო, ეხლა ლაპარაკი არის რისი ტოლი იქნება აჩქარება, როდესაც მას ორივეს ერთად წაიყვანს. ხო, მოდით აი ამის მას აღვნიშნოთ m პატარათი, ამათი საერთო მასა აღვნიშნოთ m დიდით. დავწეროთ და ეხლა გვეკითხებიან, როდესაც ესე იგი ამას გადავაბავთ ცარიელს და დატვირთულს, აი ერთად გადავაბავთ მაგათ და რა აჩქარები წაიყვანს, ესე იგი აი ამ გადამულ სისტემას. დავწეროთ პირველ შემთხვევაში F1 არის MA1. უბრალოდ ხო, შეიძლება აქ ინდექსი 1 არც მივაწეროთ, იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში ზალა ერთნაირი არის. იგივე F არის MA2 და იგივე F არის M-ს პლუს M დიდი A3. ეს კი აქ გვეკითხებიან A3 რისი ტოლი არისო. მოდით აქედან M პატარა განვსაზღვროთ. M არის F გაყოფილი A1-ზე. აქედან M დიდი განვსაზღვროთ. ეს არის F გაყოფილი A2-ზე. და ესენი შევიტანოთ ამ ფორმულაში. ესე იგი F ტოლი არის, ესე იგი ესე იგი F A1-ზე პლუს F A2-ზე გამრავლებული A3-ზე. მოდით ამ ფრჩხილებიდან F გავიტანოთ. F გვექნება, ეს მარცხენა მხარე არის F 1 A1-ზე პლუს 1 A2-ზე გამრავლებული A3-ზე. ეს F-ები გაიკვეცება, აქ ერთიანი დაგვრჩება და A3 ტოლი იქნება 1 შეფარდებული 1 A პირველზე პლუს 1 A მეორეზე. ეს მივიყვანოთ საერთო მნიშვნელზე. ეს არის A1 გამრავლებული A2-ზე, A2 პლუს A1. თუ მრავალსართულიან წილადს ჩვეულებრივ ერთსართულიან წილადად ვაქცევთ, ეს არის A1 A2, A1 პლუს A2. აი ეს არის პასუხი. 128 ამოცანა იყო. ნომერი 129. როდესაც რაღაცა ძალის მოქმედებით ურიკა დაიძრა და უძრაობის მდგომარეობიდან გაიარა 40 სანტიმეტრი. ესე იგი L არის
40 სანტიმეტრი. როდესაც ურიკაზე დადდეს 200 გრამი ტვირთი, ეს იგი მოდით m პატარათი ავნიშნოთ. ეს არის 200 გრამი ტვირთი. იგივე ძალის მოქმედებით იმავე დროში მოძრაობის მდგომარეობიდან მან გაიარა 20 სანტიმეტრი მანძილი. ეს იგი L პირველი არის 20 სანტიმეტრი. იგივე დროში მოხდა. იპოვეთ ურიკას მასა. ხო, ნუ მოკლედ აი ესეთი რაღაცა ურიკა იყო, რომლის მასასაც ჩვენ გთხოვენ. და უძრაობის მდგომარეობიდან მან გაიარაო 40 სანტიმეტრი მანძილი. ნუ ეს მანძილი ჩავთვალოთ არის, თქვათ, ელით გვაქვს აღნიშნული, ხო? ხო, ეხლა როდესაც ამ ურიკაზე ტვირთი დადდეს, ესე დავხატოთ. აი ეგ რაღაცა ტვირთი დევს. ტვირთის მასა ვიცით, ეს m პატარა არის. და ურიკას მასა არის m დიდი. ნუ იგივე დროში, მაგრამ ეს იგი რაღაცა L პირველი მანძილი გაიარავა. L პირველი. ხო, ნუ ეს იგულისხმება, რომ აჩქარებული მოძრაობა იყო, ეს იგი ეს L არის AT კვადრატ ნახევარი. აჩქარებული მოძრაობა იყო და აჩქარება შეგვიძლია ვიპოვოთ ნიუტონის მეორე კანონიდან. A არის მოქმედი ძალა შეფარდებული მასაზე. ამ შემთხვევაში მასა იყო ურიკის მასა. მეორე შემთხვევაში L1 უდრის ამ ახალი აჩქარება, მოდით ეს A პირველი იყოს, A პირველი, A მეორე T კვადრატ ნახევარი. A მეორე უდრის იგივე F-ი შეფარდებული m-დიც პლუს m პატარა. ხო, ნუ ახლა აქ ჩვენ გთხოვენ, ესე იგი, რომ დავადგინოთ m დიდი მასა. ნუ ეს შეიძლება გავაკეთოთ ესეთნაირად, რომ m-დიც ხო, ნუ აი ჯერ პირველ რიგში ესენი რომ შევაფარდოთ ერთმანეთზე, შეგვიძლია დავწეროთ, რომ L გაყოფილი L პირველზე უდრის A პირველი გაყოფილი A მეორეზე. A პირველი მოიცემა ამ ფორმულით F გაყოფილი m-დიძე. A მეორე F გაყოფილი m-დიც პლუს m პატარა. ნუ აქ F-ები გაიკვეცება. აი მოდით ამ ფურცელზე არ მეტევა და შემდეგ ფურცელზე გადავალ. ესე იგი ამას გადავწერ მე სადამედეც მივედი. ესე იგი მივიღე ეგეთი განტოლება, რომ L გაყოფილი L1-ზე უდრის F გაყოფილი m-დიძე, F გაყოფილი m-დიც პლუს m პატარა. ხო, აქ F-ები შეიძლება გავკვეცოთ, ერთიანები დარჩება და ეს დაიწერება ესეთნაირად m-დიც პლუს m პატარა შეფარდებული m-დიძე. ეხლა L იყო, შეგვიძლია რიცხვები შევიტანოთ, ესე იგი L იყო 40, L1 არის 20. უდრის m-დიც პლუს 200 გაყოფილი m-დიძე. ნუ ეს გაიკვეცება და გამოგვივა 2 უდრის m-დიდი პლუს 200 გაყოფილი m-დიძე. ნუ მოდით ორივე მხარე m-დიძე გავამრავლოთ. ესე იგი 2 m-დიდი უდრის m-დიც პლუს 200. აქედან
MDD მარცხნივ გადავა და MDD გვექნება 200-ის ტოლი. ეგეთი პასუხი მივიღეთ. ეს იყო 129 ამოცანა. მოდით ახლა 140 ამოცანა. 25 სურათზე ნაჩვენებია 2 კილოგრამი მასის სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. იპოვეთ თითოეულ ეტაპზე სხეულზე მოქმედი ძალის გეგმილი. აი მოდით გადმოვხატოთ ესე იგი ეს გრაფიკი. აქ არის სადაც 10-ის ტოლი, ეს იგი აქ არის VX-ი, აქ არის დრო გადაზომილი, ეს არის თქვა 5 წამი. აი ეგ 5 წამში ესე მოხდა, მერე კიდე 5 წამის განმავლობაში თანაბარი იყო მოძრაობა. მერე 10 წამში ეს 15 ეს თქვა აქ არის 20, 10 წამში ესეთი სიჩქარე შემცირდა 0-მდე. ესე იგი ჯერ აჩქარებული მოძრაობა იყო, აქ თანაბარი, აქ შენელებული მოძრაობა იყო. მოცემულია რომ მასა უდრის 2 კილოგრამს, მგონი ხო? 2 კილოგრამი. ეხლა აქ აჩქარებული მოძრაობა რადგან არის, ცხადია მოქმედებდა ძალა. იმიტომ რომ ნიუტონის მეორე კანონის თანახმად F უდრის M-ას. ეხლა აჩქარება გრაფიკიდან შეგვიძლია ვიპოვოთ საბოლოო სიჩქარე მინუს საწყის სიჩქარე შეფარდებული დროსთან, ხო? საწყის სიჩქარე 0 იყო, ამიტომ ეს არის 10 გაყოფილი 5-ზე გამოვიდა 2 მეტრ წამ კვადრატი. ასე რომ ძალა პირველ ეტაპზე, პირველ უბანზე, პირველი 5 წამის განმავლობაში იქნება 2 კილოგრამი გამრავლებული 2 მეტრ წამ კვადრატზე, ეს გამოვიდა 4 ნიუტონი. ეხლა მეორე უბანზე F2. აქ რადგან თანაბარი იყო მოძრაობა, F2 უდრის M-ას, ხო? რადგან თანაბარი მოძრაობა არის, A2 უდრის 0-ს. ამიტომ აქ ძალა არ იმოქმედებდა. ესე იგი F2 უდრის 0-ს. ეხლა რაც შეეხება F3-ს, აქ თანაბარ შენელებული მოძრაობაა. ამიტომ იქნება M-ი გამრავლებული სიჩქარის ცვლილება. სიჩქარის ცვლილება არის ისე ვთქვათ, ხო, ნუ საბოლოო სიჩქარე არის 0-ს, გამოკლებული საწყის სიჩქარე არის 10, მაგრამ ეს მოხდა 10 წამში, გაყოფილი 10-ზე. ამიტომ გამოვა მინუს 2 შემაქ რიცხვები გამრავლებული 1-ზე, ხო? ესე იგი მინუს 2 ნიუტონი არის. ნუ აქ უკვე ხედავთ რომ X ღერძის საპირისპიროდ მოქმედებდა ეს ძალა. ნუ კარგი, 41 არ არის გამოსათვლელი. კარგი, 140 ეხლა ნახეთ საინტერესო 144 ამოცანა, თქვა ზიხართ ნავში და აწვევით ესე იგი ნავის ბორტს. რატო არ იძვრის ნავი ადგილიდან? იმიტომ რომ რა ძალითაც თქვენ ბორტს აწვევით, იგივე ძალით ის ბორტი თქვენზე იმოქმედებს. ამიტომ ამ სისტემას თუ განვიხილავთ, თქვენი თავი პლუს ნავი, ეს ძალები ერთმანეთს გააბათილებს. იმიტომ რომ ერთი ძალა, რა თქმა უნდა, ბორტზეა მოცემული, მაგრამ მოდებული და მეორე თქვენზეა მოდებული, მაგრამ როგორც სისტემაზე, ესე იგი ეგ ორივე სხეული ერთ სისტემაში შედის. ამიტომ ამ სისტემაში მოხდება ამ ძალების გაბათილება. ამიტომაც აჩქარებას ეს ძალები ვერ მიანიჭებენ. კარგით, ეხლა 146 ამოცანა, ნუ ეს საზაპიროები გამოტოვოთ რა. 146. დაირღვევა თუ არა 26-ე სურათზე გამოსახული სასწორის წონასწორობა თუ ძაბს ისე დავაგრძელებთ, რომ საწონი მთლიანად ჩაეშვება წყალში, მაგრამ არ შეეხოს ფსკერს. და მეორე ვარიანტი თუ გადავჭრით ძაბს და საწონს ფსკერზე დავდებთ. ნახეთ რაზეა ლაპარაკი.
აი თქვა წარმოიდგინეთ, რომ ესეთი სასწორი არის, პინებიანი სასწორი და გაწონასწორებული არის, აქ რაღაცა ტვირთი დევს და აქ მეორე მხარეზე, ესე იგი, აქ არის წყლიანი ჭურჭელი, აქ ჩამოკიდებული არის, ესე იგი, რაღაცა ტვირთი და თავიდან ეს ტვირთი არ არის წყალში ჩადებული. ეს არის წონასწორობისთვის, ესე იგი, ბრუნვის წერტილი. ხო, ესე იგი, აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ მოდით ეს დავაგრძელოთო და თუ დაირღვევა წონასწორობა. ეხლა, შეხედეთ, მოდით ეხლა დავხატავ, მე მარტო ამ ნაწილს დავხატავ. წარმოიდგინეთ, რომ აი ეს არის მარჯვენა მხარეს, ესე იგი, წყლით სავსე ჭურჭელი და ეს უკვე დავაგრძელეთ ისეთნაირად, რომ ჩაძირული არის ეს მთლიანად ამ სითხეში, მაგრამ ფსკერს არ ეხება. ეხლა აქ დამატებით წარმოიშვება, რა თქმა უნდა, ამონგდებით ძალა სითხის მხრიდან. მაგრამ ნიუტონის მესამე კანონის თანახმად იგივე ძალით, იგივე ძალა, ესე იგი, იმოქმედებს ფსკერზე. ესე იგი, თითქოს ეს სხეული დამსუბუქდა ამონგდებით ძალის შედეგად, მაგრამ თვითონ ეს ჭურჭელი დამძიმდა იგივე ძალით. ამიტომ წონასწორობა არ დაირღვევა. იგივე სიტუაცია არის, გინდათ ფსკერზე რო დავდოთ. ფსკერზე დადების დროს განსხვავება ის არის, რომ ამონგდებით ძალის გარდა იმოქმედებს კიდე აი ეს რეაქციის ძალა დამატებით. მაგრამ იგივე ძალა იმოქმედებს, ესე იგი, თვითონ ამ ფსკერზეც. ამიტომ წონასწორობა ამ შემთხვევებში არ დაირღვევა. ეხლა 157 სურათზე როგორი იქნება დინამომეტრის, ესე აი ეს 27 სურათი, 157 ამოცანა. როგორი იქნება დინამომეტრის ჩვენება, თუ ზედას დავწევთ ისე, რომ 0,2 დეციმეტრ კვადრატი მოცულობის, დეციმეტრ კუბი ალბათ, მოცულობის ტვირთი მთლიანად დაიფაროს წყლით, მაგრამ არ შეეხოს ჭურჭლის ფსკერს. ეხლა ანალოგიური სიტუაცია არის, ნახეთ, ამ სხეულს, ესე იგი, რომელიც თქვათ ზედა დინამომეტრზე კიდია. აი თქვათ ეს ზედა დინამომეტრზე არის ჩამოკიდებული. ეს სითხეში რომ მოხდება, ამაზე იმოქმედებს, რა თქმა უნდა, ამონგდებით ძალა. ამიტომ ეს სხეული დამსუბუქდება. ამიტომ ზედა დინამომეტრის ჩვენება შემცირდება ამონგდებით ძალით. მაგრამ რადგან ეს ჭურჭელი ქვედა დინამომეტრთან არის დაკავშირებული და მის წონას ზომავს, ესე იგი, იგივე ამონგდებით ძალა, ლისტოლი ძალა იმოქმედებს სითხეზე, ნიუტონის მესამე კანონის თანახმად. ამიტომ ქვედა დინამომეტრი ჩვენება გაიზრდება. კაი, ანალოგიური არის, ესე იგი, 158 ამოცანა. კარგით, ამით ეს თავიც დავამთავრეთ.